ტერორიზმისგან თავისუფალი ევროპული ქვეყნების ამ ჩამონათვალში საქართველოს ადგილი პირველ ნომრად მოინიშნა. საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებით საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას და ნატო ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს უსწრებს. ამ ახალი ისტორიული მაქსიმუმით და ტერორიზმის ნულოვანი დონით ჩვენი ქვეყანა საუკეთესო, ანუ ბოლო მე-100 ადგილზე გავიდა. საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1,933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს. მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით ანგარიშის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა და ტერორიზმისგან თავისუფალი ქვეყნებიც დაასახელა. ორგანიზაციის მონაცემებით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს პოზიციები 6 პუნქტით გაიუმჯობესა და ქვეყნების ჩამონათვალში მოწინავე ადგილიც დაიკავა. საქართველო ტერორიზმისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან თანაბარი შეფასებით. ტერორიზმთან ბრძოლისა და ტერორიზმისგან თავისუფლების კუთხით საქართველოს რომ დიდი პროგრესი აქვს, მმართველ-გულში ამას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანი მუშაობით ხსნიან. ამ ახსნას კი ახლა უკვე საერთაშორისო რეიტინგი უმყარებთ. ეს განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგეგმილმა სწორმა რეორგანიზაციამ ახლად შეიქმნა სასწავლო ცენტრი, კონტრტერორისტულ ცენტრში განხორციელდა საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და უპირატესობა მიენიჭა ანალიტიკური სამსახურის გაძლიერებას. მადლობა უნდა ეთქვას სამართალდამცავ უწყებებს, ჩვენ არა მარტო ტერორიზმის მიმართულებით გვაქვს გარკვეული წარმატებები გვაქვს ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროშიც. გარკვეული ხნის წინ როდესაც გლობალური ქსელი მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთში, საქართველოს მოქალაქეებს იქ საკმაოდ დიდი პოზიციები ჰქონდათ. წამყვანი პოზიციებიც კი. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა გლობალურ უსაფრთხოებას და მათ შორის საქართველოსაც, ვინაიდან ეს ჩვენი მოქალაქეები მონაწილეობდნენ ამ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩვენი სპეცსამსახურების აქტიური მოქმედებების შედეგად საქმე მივიდა იქამდე, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს, როდესაც საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა, მაშინაც კი აღიარეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. 2012 წლის შემდეგ ქვეყანამ რეიტინგი 59 პუნქტით გაუმჯობესა. 2025 წლის მონაცემებით საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, ბელგიას, შვედეთს და სხვა დიდ სახელმწიფოებს უსწრებს და ტერორიზმისგან თავისუფალ ქვეყნად რჩება. თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრი რობინ დანიგან შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს. რის მზადყოფნად საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გავრცელა თავად ამერიკის საელჩომაც. დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ელჩმა მინისტრს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო და ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან რობინ დანიგანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის. ათწლეულების განმავლობაში საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ქმნიან ძლიერ პარტნიორობას. ჩვენი ძალისხმევა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობის მიმართ კვლავ მტკიცე რჩება. დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.